საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2025 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უწყებებში მეორე წელი აქტიურად ხორციელდება სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით. 3000 ვაკანსია იყო საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების. ჩვენ გვქონდა მერიაში 8 ვაკანსია გამოცხადებული. ძირითადად ჩვენი ინტერესი იყო უფრო ისეთი დეფიციტური პროფესიების, როგორც არის მშენებელი ინჟინრები, არქიტექტორები და ძირითადად ტექნიკური ზედამხედველები მშენებლობის სამწუხაროდ ამ პროფესიის მსურველები არ გამოჩნდნენ და არ დარეგისტრირდნენ. სულ 8 ვაკანსიაზე იყო 6 განაცხადი შემოსული, მეორდებოდა ერთ იგივე კონკურსანტის განაცხადი და ჩვენ ავიყვანეთ ორი სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში და ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. საჯარო სტაჟირების პროგრამაში აქტიურად ჩაერთო ბოლნისის მუნიციპალიტეტი. მიმდინარე წელს გამოცხადებულ 8 ვაკანსიაზე გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარა მხოლოდ 2 კანდიდატმა. შემდეგ სპეციალობებზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებში. ისინი უკვე შეუდგნენ სტაჟირების პროცესს. ამჟამად სტაჟირებას გავდივარ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მივიღე ბოლნისის ოფიციალურ გვერდის მეშვეობით, რამაც ძალიან დამაინტერესა. ყოველთვის მინდოდა ჩემი პროფესიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა, ამიტომაც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმიღო ამ სტაჟირების პროგრამაში. გავიარე შესაბამისი კონკურსი და სტაჟირების კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა ჩემი შერჩევა და ამჟამად წარმატებით მონაწილეობ ამ პროგრამაში. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა საჯარო სამსახურში და პროფესიული პრაქტიკის ხელშეწყობა. მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და უკეთ გაეცნონ საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას. მუნიციპალიტეტისთვის კი შესაძლებლობა მოიზიდოს მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები ადამიანური რესურსის უზრუნველსაყოფად. Όλს მაინტერესებდა იურიდიული მიმართულება მუნიციპალიტეტის. ვარ მაგისტრანტი, ავტომატურად ასე ვთქვათ ნაშრომსაც ვამთავრებ და კარგი შანსია ასე ვთქვათ, როგორც ნაშრომი, ისე ეს გამოცდილება ერთმანეთს შეგვითავსო და პრაქტიკაში მივიღო გამოცდილება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების ჩართულობით პროფესიული განვითარების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობას.